წინა ვიდეოში ვისაუბრე იმ სტრატეგიაზე, რომელიც ჩემი აზრით ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება, მაგრამ ახლა მინდა ვისაუბრო იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც შეიძლება რომ შეგვხვდეს პროცესში და თუ როგორ უნდა გადავლახოთ ეს დაბრკოლებები. მოკლედ რომ შევაჯამო, ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გადავდგათ ზუსტად ჩვენს წინ არსებული ნაბიჯი და მხოლოდ მას მერე გამოჩნდება შემდეგი საფეხურები. თითოეული ნაბიჯის გადადგმა გაგზრდის, შეგვცვლის და მომდევნო ნაბიჯების გადადგმა უკვე ჩვენთვის გახდება ბუნებრივი და მარტივი. მაგრამ იქნება შემთხვევები, როცა ჩვენს წინ არსებული ნაბიჯი არ არის ბუნებრივი და მარტივი. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში? როცა ესეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ამას შეიძლება რომ ორი მიზეზი ჰქონდეს. უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვა. რამდენად რეალურია ჩემთვის ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა? თუ კი პასუხად მივიღებთ იმას, რომ არარეალურია, შანსი არ არის რომ ეს გავაკეთო, ანუ გამორიცხული არის, ეს არის მისი ძალიან კარგი ინდიკატორი, რომ მიზეზი არის შინაგანი დაბრკოლება. ოდესღაც რაღაცა გარემოებების გამო ჩვენმა ნერვულმა სისტემამ ისწავლა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის უსაფრთხო, მაგრამ რეალური საფრთხე უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ არსებობს. ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ და გავარკვიოთ, რისგან ცდილობს ჩვენი ტვინი რომ დაგვიცვას. ამისთვის შესანიშნავი არის მედიტაცია და shadow work-ი, მაგრამ ამ ტექნიკებზე ახლა სიღრმისეულად არ ვისაუბრებ და თუ გაინტერესებთ ეს ტექნიკები, აი ამ ვიდეოებში მაქვს ამ ყველაფერზე დაწვრილებით საუბარი. ახლა უფრო მინდა ვისაუბრო მეორე შემთხვევაზე, როცა ნაბიჯის გადადგმა შეუძლებლად არ გვეჩვენება, რაღაც მხრივ გვინდა კიდევაც, მაგრამ ძალიან გვეშინია. თუ კი ასეთი არის შენი შინაგანი მდგომარეობა, ეს არის იმისი ძალიან კარგი ინდიკატორი, რომ უნდა იმოქმედო. ზოგი რაღაცის იმიტომ კი არ გვეშინია, რომ ბავშვობაში დავიტრამვეთ. უბრალოდ იმიტომ გვეშინია, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი ტერიტორია და შენს სხეულს და ნერვულ სისტემას არ აქვს იმისი ფიზიკური მტკიცებულება, რომ ამ სიტუაციაში უსაფრთხოდ იქნები. და აი ზუსტად ეს მტკიცებულება უნდა მისცე. ანალოგიური სიტუაციის გავლა მომიწია არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როცა პირველად მომწერეს, რომ უნდათ ჩემთან პირადი კონსულტაციის დაჯავშნა. ვერ აგიღწევთ ისე ამ ნერვიულდი, იმიტომ კი არა რომ არ მინდოდა. პირიქით რაღაც მხრივ ჩემი მიზანიც კი იყო, როცა ეს პროექტი წამოვიწყე. უბრალოდ არასდროს არ მქონია აქამდე მსგავსი გამოცდილება და ჩემმა ნერვულმა სისტემამ დაიწყო ეგრევე განგაში. 2 დღეში დავგეგმეთ პირველი სესია და ის 2 დღე პასიურად სულ ნერვიულობაში გავატარე. მუცელი რომ გტკივა ნერვიულობისგან, ეგრე ვიყავი მთელი 2 დღე. მაგრამ რა წამსაც დადგა კონსულტაციის დღე და საათი და დავიწყეთ საუბარი, შიში გაქრა მომენტალურად და ეგრევე გადავერთე საქმეზე და საბოლოო ჯამში ჩემი თავით ძალიან კმაყოფილიც ვიყავი. ამ პროცესის გავლით ჩემმა სხეულმა ისეთი გამოცდილება მიიღო, რომელსაც ვერანაირი შინაგანი დამუშავება ვერ მისცემდა. რომ ეს ახალი ტერიტორია არ არის საფრთხის შემცველი, რომ არ მოკვდები და მეტიც შემიძლია ამ სიტუაციას თავი კარგად გავართო. და ბონუსად ამ ყველაფერს მოყვება თავდაჯერებულობა, რომ შეგიძლია შეხვიდე გაუკვალავ ტერიტორიაზე და თავად გაიკვლიო გზა. ეს თავდაჯერებულობა ყოველ შემდეგ ნაბიჯზე გამოყვება. შეჯამების სახით ზოგი შიში არის კედელი, რომელსაც უნდა ემუშავო. მაგრამ ზოგი შიში არის კარები, რომელიც უბრალოდ უნდა გააღო. თუ კი ამ ორს შორის განსხვავების დანახვას ისწავლი, ცოტა რამ იქნება სამყაროში, რაც შენს შეჩერებას შეძლებს.